ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის მაისის თვე სასიყვარულო კუთხით ყველაზე პოზიტიური იქნება. ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ მაისის თვის სასიყვარულო თემებზე. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. ესე იგი, მზე გადავიდა კუროს ზოდიაქოს ნიშანში. პლანეტა ვენერა მდებარეობს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. იგი შეერთებას ქმნის სატურნთან და ნეპტუნთან, ტრიგონს მარსთან, სექსტილს კი ურანთან. პლანეტა ნეპტუნი მდებარეობს ასევე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. იგი შეერთებას ქმნის ვენერასთან და სატურნთან, ხოლო სექსტილს პლუტონთან. აღმავალი კვანძი მდებარეობს თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო დაღმავალი კვანძი შესაბამისად მდებარეობს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. მთელი მაისი სასიყვარულო მიმართულებით ფანტასტიკური თვეა. სასურველია მაისის პირველ ნახევარში ბევრ ადამიანთან შეხვიდეთ კომუნიკაციაში. აი მაისის მეორე ნახევარში სასიყვარულო კუთხით ახლო ადამიანებმა შეიძლება ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი. მაისში საქმის შენელება კარგს არაფერს მოგიტანთ. მთავარი ისაა, რომ პარტნიორებში გაგიმართლებთ. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოებზე. ზოდიაქოს პირველი ნიშანი, რომლისთვისაც მაისის თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის ვერძი. ვერძები მთავარია მაისში ბევრ ადამიანს ეკონტაქტოთ და ახლობლების დახმარებით თქვენ ცხოვრებაში სიახლე იქნება. ზოდიაქოს მეორე ნიშანი, რომლისთვისაც მაისის თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის სასწორი. სასწორებს მაისის თვეში კარგი შემოთავაზებები გელით, ასე რომ მზად იყავით. ზოდიაქოს მესამე ნიშანი, რომლისთვისაც მაისის თვე სასიყვარულო კუთხით პოზიტიური იქნება, არის ტყუპები. ტყუპებს მაისში გაგიმართლებთ პარტნიორში და ზოგადადაც გაგიმართლებთ. სასიამოვნო მაისს გისურვებთ. დროებით.